პრეზიდენტის სასახლეს, ну ყოველ შემთხვევაში მე მომწონს რომ უყურებ როგორც შენობა ძალიან მომწონს ისე რატო უნდა მიყვარდეს ან არ მიყვარდეს მაგრამ ანუ ეს სასახლე გახდა თავის დროზე მიზეზი გიორგი მარგველაშვილის მიმართ ყოფილი პრემიერ-მინისტრის განაცხენების და ამას მოყვება ჩემი შემდეგი კითხვა როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რატომ მიხვედით მარგველაშვილთან ეს იყო თქვენი მხრიდან ღია დემონსტრირება რომ დაპირისპირება არ არის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის თუ რა იყო და თუ იცოდა ბიძინა ივანიშვილმა რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აპირებდა დავარქვათ მოდით პირდაპირ შერიგებას პრეზიდენტთან. მაგარი ხერთ ესე გინგა. მე მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა პირველ რიგში მე მინდა გითხრათ რომ ეს სასახლე მომწონს არ მომწონს ჩემს მოწონებაზე არ არის ხო ბუნებრივია და მიყვარს არ მიყვარს რატომ უნდა მიყვარს სასახლე რომელიც სააკაშო მაშინა ხალხის ფულით 9 მილიარდზე მეტი გადაიხადა. რა თქმა უნდა მე მაქვს პროტესტი ამ შენობის მიმართ ვინაიდან მიმაჩნია რომ არ არის შესაბამისობაში ჩვენს რეალობასთან. და საქართველოში არსებული მდგომარეობა არ არის ადეკვატური და მოქალაქეთა ჩვენი მოქალაქეების ყოფა მდგომარეობა არ შეესაბამება. საქართველოს არ უნდა მისცეს არასოდეს უფლება ხელისუფლებამ უფლება თავის თავს რომ ასეთი ტიპის ფუფუნების ადგილები მოიწყოს. და რა თქმა უნდა პროტესტი მაქვს მე როგორც და მქონდა მაშინ როცა სააგაშო მაშინა ჯერ კიდევ მაშინ როცა არჩევნები არ ვიყავით პოლიტიკაში. ეს ჩემს მისვლას რა თქმა უნდა მე კიდევ ერთხელ მინდა გამარტო. რომ მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ადგილას მივიდე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ადგილას, როცა საქმე ეხება ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ამ შემდეგ. და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ჟესტი. ეს აქ არ განსაკუთრებული არაფერი არ ყოფილა. მე არ ვიმაჩნია რომ რაღაც განსაკუთრებული დემარში გავაკეთე ამით. ნორმალური იყო. ასეც უნდა მოქცეულიყავი, ვინაიდან ჩვენ სხვანაირად მოქცევის უფლება არ გვაქვს. ეს ქვეყანა არის ჩვენი ყველასი. და ჩვენ ხალხმა გვირჩია, ხალხმა მოგცა ნდობა, რომ მართოთ ეს ქვეყანა. და აქ პირადზე, მე პირადული არაფერი არ მაქვს პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ. არც არასოდეს არ მქონია და არც მექნება, იმიტომ რომ აქ პირადულზე არასოდეს არ უნდა დავიყვანოთ ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ საუბარი გვაქვს ქვეყნის მართვაზე და ქვეყნის განვითარებაზე, ქვეყნის წინსვლაზე. და ჩვენი მოქალაქეების განვითარებაზე და მათ დაცულობაზე, მათ განვითარებაზე და უსაფრთხოებაზე, ხო? და როცა საუბარი არის მსგავს ტიპის ფორმატებზე, რა თქმა უნდა, მე მზად ვარ ყოველთვის მივიღო მონაწილეობა. ასევე უნდა იყოს მზად პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსტიტუციებს გადიოდეს მთავრობასთან, პარლამენტთან. აი ეს მაგალითად დღევანდელი საკითხი რაც იყო, ხო? მე მაგალითად ასე არ მოვიქცეოდი, მაგალითად, ძალიან მარტივად თუ პრეზიდენტის ადგილას? არა, ხო, მე გეტყვით რომ ძალიან მარტივი იყო თუნდაც შეთავაზება პარლამენტისთვის რომ ხომ არ ჯობია რომ დეკემბრამდე გადმოწიოთ. ეს ასე ვთქვათ, ვადა, ხო? ძალიან მარტივი იყო პარლამენტი ამას გაიზიარეთ, დარწმუნებული ვარ. ეს გონივრული იყო შეიძლება თუ არ გაიზიარებდა, მაშინ დაუსაბუთებდა. მით უმეტეს პრეზიდენტს ჰქონდა პირდაპირ ასოცირება და კომუნიკაცია საპარლამენტო წარმომადგენლობასთან, ხო? მე გულისხმობ იმ ჯგუფის ხელმძღვანელობას, რომელიც ჩართული არის ამ მოსმენების კანონის შემოსავების პროცესში. ასე რომ მე არც თქვენთან არ გაუულია მას კონსულტაციები მთავრობასთან, ვეტოსთან დაკავშირებით? არა, აბსოლუტურად არა. ხო და აქ მიდგომებზეა საუბარი. ჩვენ განსხვავებული მიდგომები გვაქვს. მე შეიძლება ასე მოუხსეულიყავი, შეიძლება. მაგრამ ნუ არ ვიცი ხა ეს მისი გადაწყვეტია, მისი გადაწყვეტილება იყო და რა თქმა უნდა მე ამაში არ ვერები და არ ჩავერევი არასოდეს.